თანამედროვე სამზარეულოს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ბალზამიკო, იგივე ბალზამიკოს ძმარი, რომლის სამშობლოც იტალიაა, ჩვენ გურმანიას სამზარეულოს განუყოფელი ინგრედიენტიცაა. ჩვენ ვიცით, რომ ის უამრავ კერძს უხდება, მათ შორის დესერტებსაც, მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მისი თერმულად დამუშავება არ შეიძლება. გემოს კარგავს. ბალზამიკო აუცილებლად უკვე მზა კერძს უნდა მოვასხათ. ჩვეულებრივი შაქრის ჯანმრთელი ალტერნატივა. ყავისფერი შაქარი, რომელიც მხოლოდ ლერწმისგან მიიღება და ნაწილობრივ მუშავდება, ბუნებრივ, ნატურალურ ფერთან ერთად სასარგებლო თვისებებსაც გაცილებით მეტად ინარჩუნებს და შესაბამისად ჩვეულებრივ შაქარზე ბევრად უფრო სასარგებლოა. დღეს თამთამ სწორედ ყავისფერი შაქარი აირჩია. გირჩევთ ვიბაძოთ მას. აღმოსავლეთში მწვანილების მეფედ აღიარებული ისპანახი ქართული სამზარეულოსთვისაც საკმაოდ ნაცნობი პროდუქტია. ქართველი დიასახლისები მისგან უგემრიელეს ნიგზიან ფხალს ამზადებენ, თუმცა ამ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტის გაცილებით უფრო მრავალფეროვნად გამოყენებად შეიძლება და ამაში დღეს გურმანია დაგარწმუნებთ. დღეს ჩვენ მენიუში გვაქვს ფრანგული და იტალიური გავლენით შერჩეული კერძები. მე მოვამზადებ თხის ყველით აპეტაიზერს, ხრაშუნა ცომი, ტკბილი ხახვი და თხის ყველი. ნამდვილად განსაკუთრებული და განსხვავებულია. მე მოვამზადებ ძირითად კერძს, რომელშიც შედის 3 განსხვავებული რეცეპტი: პარმეზანის ყველში და თეთრ ღვინოში მოხარშული რიზოტოს ბრინჯი. ბეშამელის რბილ соуსში მოთუთქული ისპანახის ფოთლები. ქონდარას და როზმარინის არომატიზებულ კარაქში შემწვარი ორაკულის სტეიკები. ცალ-ცალკეც გემრიელია ეს 3 რეცეპტი. შეგიძლია ისეც ჭამო. ნებისმიერ სხვა კერძთან შეგიძლია გამოიყენო. მე კიდევ საინტერესო ნაწილი მაქვს, ანუ დესერტი. ეს არის, ესე იგი, ბრაუნის და რეცეპტი ბლონდი, ანუ ქერა ბრაუნი. ანუ შავი შოკოლადის მაგივრად ვიყენებ თეთრ შოკოლადს, ნიგზის მაგივრად ნუში და თეთრი ვანილის ნაყინის მაგივრად შავი შოკოლადის ნაყინი ექნება. ძალიან საინტერესო. ანუ ოპოზიტი. ხო. დავიწყეთ, ხო? დავიწყეთ. რიზოტო ძალიან გემრიელი კერძი აქვს, ჭირდება ნიორი, დაახლოებით 2 კბილი. პრინციპში მე მაქვს დაახლოებით 150 გრამი ბრინჯი, უფრო არომატული იყოს 3 კბილს გამოვიყენებ და ნახევარი თავი თეთრი ხახვი. ნიორს გავხეხავ წვრილად, ხახვს დავჭრი წვრილად. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი იტალიური კერძი არის საერთოდ. ძალიან მომწონს ის, რომ ეს ბეშამელი და ორაგული ერთად აი რაღაც დამასრულებელ სახეს მიცემს თვითონ რიზოტოს ბალიშს, ასე ვთქვათ. ხახვი საშუალო ზომის, ბევრი არ გვინდა. აქ აქცენტი მაინც ბულიონზე არის და ღვინოზე და რა თქმა უნდა ყველზე. წვრილად დავჭრი, უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, ხო, ხახვს და ნიორს დავბრაწავ კარაქში. ავათებ ცეცხლს. საშუალო სიმხურვალე. კარაქი. სასურველია მაღალცხიმიანი. დაახლოებით 70 გრამი. ყველს გავხეხავ. ყველიც წვრილად. პარმეზანის ყველი მაქვს. პარმეზანი თუ არა გაქვთ, სულგუნის და ქარხნის ყველის ნარევით გამოდის ძალიან გემრიელი. ცოტა გამომშრალი უნდა იყოს ოღონდ ალბათ და აი ოდნავ დაძველებულისავით. შებოლილი სულგუნი. ხო, აი შებოლილი სულგუნი ხო საერთოდ იდეალური იქნება. შენ დესერტით დაიწყებ? მე არა, ჯერ აპეტაიზერით დავიწყებ. ვაკეთებ თხის ყველის ტარტს. ეს არის მართლაც რომ ფრანგულ სტილში, პირველ რიგში რა თქმა უნდა ტარტის ძირი. დაგჭირდება დაახლოებით 300 გრამი ფქვილი, კარაქი 120 გრამი. მე ამასობაში ხახვს და ნიორს მოვშოვ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, როგორც კი ფერს შეიცვლის ხახვი, ჩავყრი რიზოტოს ბრინჯს. რიზოტოს ბრინჯი ყველა ბრინჯისგან განსხვავდება და რითი არის მრგვალი და არის მაღალწებოვანი. ძალიან გავს ქართულ ბრინჯს და სუშის ბრინჯს გავს ძალიან, მაგრამ მრგვალია, პატარა არის, თუმცა გემოთი რადიკალურად განსხვავდება ქართული ბრინჯისგანაც და რა თქმა უნდა სუშის ბრინჯისგანაც. მე მანამდე გავსრისავ ხელით კარაქს ფქვილთან ერთად
დავუმატოთ ცოტა მარილი. დაახლოებით 1/2 ჩაის ყოფზი. ხელით გავაერთიანოთ ეს ქვილი და კარაქი. დავუმატოთ 1 ცალი მთლიანი კვერცხი. დავბრაწე, ბრინჯმაც ფერი შეიცვალა, უფრო მკრთალი თეთრი გახდა. ზუსტად აი ამ დროს უნდა დავასხათ თეთრი ღვინო, მშრალი ღვინო. ცეცხლს დავუწევ. და რა თქმა უნდა, ბულიონი, ბოსტნეულის ბულიონი. ქათმის ბულიონითაც გემრიელია. მე თითქმის დავასრულე უკვე ცომის მომზადებას, სულ ცოტა წყალი დამჭირდება, დაახლოებით 2 სუფრის kovzi, რომ უფრო მარტივად შევკრა თვითონ ცომი გუნდათ. ეს იქნება ხრაშურნა ცომი. ოდნავ უფრო ელასტიური, ვიდრე საერთოდ ტარტს ვუკეთებ ხოლმე, რადგან მარტივად გაიწევს. დავიწყებ ორაგულის შეწვას. არაქი 70 გრამი. მეც ცომი მზად მაქვს, ოდნავ ფქვილი და დავასვენოთ დაახლოებით 10 წუთი. ბულიონმა და ღვინომ დაიწია. ხო, ანუ რიზოტოს მომზადების მთავარი პრინციპი არის ეს, რომ ნელა-ნელა ვამატოთ სითხე. რა კარგი ფერი აქვს. ორაგული. მარილი გემოვნებით. გამოვიყენებ მე როზმარინს და კონდარას. მოეც აგერ ახალია. ცოტა როზმარინი. მე დავიწყებ ნელა-ნელა ხახვის კარამელიზირებას. აი ესე ცოტა ღრმა ტაფაში. ეგრევე ჩავდებ. ჭირდება kovzi, ეს ცხიმი ზემოდანვე დავასხავ. არაქი მიიღებს კონდარას და როზმარინის გემოს. გაიჟღინთება, მაგრა და ორაგული აი გაიღებს მაგ გემოს რა. ვიღებ ამ ცხიმს და ზემოდანვე ვასხავ, რომ ეს ყველა მხრიდან იყოს ეს არომატი და გამოვიდეს უგემრიელესი ორაგული. გახურდეს ტაფა, პარალელურად დამჭირდება 3 თავი ხახვი, რომელსაც აი ესევე სიგრძეზევე დავჭრით. ცოტა პილპილს გავუკეთებ. ამოვატრიალებ. და აქედანაც რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით, ცოტა და პილპილი. აუ რა კაია. აი კარაქში რო არის, კარგად დაიბრაცა. მოვასხავ აი ამ ღრმა ტაფას ცოტა ზეთს, ჩავყაროთ ხახვი. კარგად უნდა მოვშუშოთ. ხახვი ითუთქება, კარგად დავუმატოთ 1 სუფრის kovzi, ყავისფერი შაქარი, რომ კარამელიზირება უფრო დავასწრაფოთ. დამჭირდება ასევე შავი ბალზამიკო, რომელიც ფერს შეუცვლის და უფრო დაატკბობს ხახვს. ანუ თითქოს ხახვის მარმელადივით გახდება ეს. კარგია. უკვე ახლოს ვართ. ორაგული უკვე შემწვარია, გადავდებ გვერდზე და დავიწყებ ბეშამელის მომზადებას. ბეშამელის соуსი ძალიან მარტივია, ძალიან განთქმული соуსია და ნებისმიერი სხვა გემოს მიცემა შეგიძლია, მაგიტომ არა კარგი ესე. ძირითადი მაინც არის ნაღები. და ჩვენ მიცოთ ისპანახის გემოს, ხო? კი. მე ამოვაკრავ აი ესეთ ფორმაში ამ ცომს, პირდაპირ ხელითვე ჩავდებ. ზედმეტი რაც იქნება ცომი, იმას რა თქმა უნდა მოხსნი. სანამ კარაქი იქნება ამასობაში ისპანახს უხეშად დავჭრი. ბევრი არ გვინდა დაახლოებით 1/2 თავი ისპანახი საკმარისია. აუცილებლად ფქვილი. სქელდება ეს соуსი ფქვილის ხარჯზე. 1 სუფრის kovzi, ცოტა მარილი. პილპილი უფრო არომატული რო იყოს. და ნაღები. აღებს ვასხავ ნელა-ნელა და უნდა გასქელდეს ეს ყველაფერი. უნდა ურიოთ აუცილებლად, რომ ბურთულები არ შეიკრას. აქვე შეგიძლია დაამატო ნებისმიერი ბულიონი. მე მაქვს ბოსტნეულის ბულიონი, ცოტას დავამატებ. ხო, უფრო მძაფრი რო იყოს, ხო? იმიტომ რომ საკმაოდ ნეიტრალური გემო აქვს და ეს ბულიონი უფრო სიმძაფრეს მიცემს ბეშამელს.
ნახე უკვე ხახვი როგორი გახდა. გადმოვიტანოთ ესე ცომზე. გავშლი. ეხლა ამას დავუმატებ ესე დავამტრევ თხის ყველს. და სულ ცოტა მომაწოდე მწვანე ხახვი. მწვანე ხახვი. სულ ცოტა ფერისთვის და გემოსთვისაც ვუმატებ მწვანე ხახვს ზემოდან. ცოტა დიდად ჭრი, რომ გამოჩდეს, რადგანაც რომ მოითუთქება, ისედაც დაპატარავდება მწვანე ხახვი. და ვაცხობთ 200 გრადუსზე 15 წუთით. როგორც კი მოიბრაწება თვითონ ცომი, ესე იგი მზად არის. თხის ყველის და კარამელიზირებული ხახვის ტარტი. ვამზადებთ ტარტის ძირს. დაგჭირდება 300 გრამი ფქვილი, კარაქი 120 გრამი, 1 ცალი კვერცხი, წყალი 2 სუფრის კოვზი და მარილი 9 ჩაის კოვზი. ვამზადებთ გულსარცს. გჭირდება 200 გრამი თხის ყველი, თეთრი ხახვი 3 თავი, მწვანე ხახვი 2 გრამი, ყავისფერი შაქარი 1 სუფრის კოვზი, შავი ბალზამიკო 30 მილილიტრი და ზეთი 40 მილილიტრი. ბეშამელი წამოდუღდა, დავამატებ ისპანახს, აქ მე მაქვს 150 მილილიტრი ნაღები და 150 მილილიტრი ბოსტნეულის ბულიონი. ამოურევ. აუ ნახე. დიდი ხანი არ სჭირდება. თანაც ფერში როგორ მოუხდება ეს წითელი ფილე იმისი ორაგულის, წვანე ისპანახი და თეთრი ლამაზი რიზოტოს ბალიში. შემიძლია უკვე გამოვთო. ეს იმდენად ახლა ცხელია, ტემპერატურა მაღალია აქ. გააგრძელებს უკვე თვითონ მომზადდება და დასრულდება ისპანახი ბეშამელის სოუსში. რიზოტო თითქმის მზად არის. კი. დესერტად რას? მე უკვე ხო გადავერთებ, მომინდა ამ ყველაფრის კერატმიანს კი არა და კერა ბრაუნს აკეთებ. კერა ბრაუნი, კი. ძალიან მარტივად მზადდება, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელი და განსაკუთრებული დესერტი არის. ანუ მთელი მისი განსაკუთრებულობა არის აი ამ კონცეფტში, რომ ბრაუნის ოპოზიტი არის, ხო? და კეთდება თეთრი შოკოლადით. დავიწყეთ პირველ რიგში, უნდა გავალღო, რა თქმა უნდა, თეთრი შოკოლადი და კარაქი, 200 გრამი კარაქი, 300 გრამი თეთრი შოკოლადი. ბრინჯი მოიხარშა. დროა უკვე დავამატებ პარმეზანის ყველი. პარმეზანის ყველი მაქვს მე 200 გრამი. ეს სუპერად. და ამას უნდა კიდევ კარაქი. ხო, რომ კიდევ უფრო ისეთი წელვადი, წებოვანი და ბლანდი იყოს, ხო? კარაქი 30 გრამი იყოფა. აი 40. კარაქი ძალიან გემრიელია. კარგად ამოურევ. ბეშამელის სოუსში მოთუშული ისპანახი უნდა გავაცხელო. მე მგონი აპეტაიზერიც თითქოს მზად არის. ამას გადმოვდგავ. ცხელია თვითონ კარაქის მასა, ამიტომ შოკოლადი ნელა-ნელა თვითონ გავღვება. გამოვთოთ ცეცხლი. რიზოტო მზად არის უკვე, ყველი კარგად დანა, კარაქიც. კარაქმა რაღაც პრიალა ფერი მისცა და უფრო გემრიელი გახდა, დარწმუნებული ვარ. სამივე რეცეპტი, რიზოტო, ბეშამელის სოუსში მოთუშული ისპანახი, ორაგულიც შევაცხელე, შემიძლია გამოვთო, ერთადერთი დამრჩა რომ ავაწყო თებში. მეც ერთადერთი დამრჩა რომ გამოვიღო ღუმელიდან ჩვენი ხახვის და თხის ყველის ტარტი. დავიწყე აწყობა. რიზოტო, წავა პირველ ფენად, ორაგულის სტეიკი. და ზემოდან გემრიელი ბეშამელი. ზემოდან დავადო, თუ აი გვერდებში დავადო ეს. ესე იგი, 3 რეცეპტისგან შემდგარი კერძი. კი. ახალი როზმარინი გასაფორმებლად კი, ლამაზი, თანაც არომატს იგრძნობს ადამიანი, ვინც მიირთმევს შემდეგ აი ამ კერძს. და ცოტა ქონდა რაც. შვენიერი. იდეალურია. მზად არის. კი. რიზოტო, ისპანახი და ორაგულის სტეიკი. აპეტაიზერით მზად არის. თხის ყველით და კარამელიზირებული ხახვით ტარტი გამოცხვა, დარჩა დესერტის დასრულება. უნდა გავტეხოთ 3 მთლიანი კვერცხი,
კარგად გავხსნათ თეთრი შოკოლადი კარაქთან ერთად. შაქარი დამჭირდება დაახლოებით 100 გრამი თეთრი შაქარი და 100 გრამი ყავისფერი შაქარი. რომ ცოტათი ეს კარამელის ფერი მისცეს. ეს კარგად გალღვა ეს თეთრი შოკოლადი კარაქში. ხელით გავთქვიფოთ, რადგან ეს ბრაუნი არ უნდა იყოს ძალიან მაღალი. იგივე კონსისტენცია უნდა იყოს, როგორც ბრაუნს აქვს, ანუ დაპრესილი, ცოტათ ისეთი სველი, ნამცხვარი. მოდი, გადმოიტანე ახლა. თან ვთქვიფავ, თან დაასხი. თან სანამ ცხელია მასა რო კვერცხიც არ აიჭრას, ჯობია სუღურიოთ. ნახე შესქელდა მასა. ო, რა მაგარია. სუნიაკ. ეხლა დავუმატოთ ამ ყველაფერს 200 გრამი ქვილი. მითხარი, როდის გავჩერდი? დაახლოებით 10 კოლზი ჯერ გავხსნათ, რადგანაც ესე თვალით ვყრით. 10. ესე იგი 10 სუფრის კოლზი ფქვილი დავუმატეთ. ნუში. სულ ჩავაყარო? დაახლოებით 150 გრამი ჭირდება ახლა ამ პორციას. ნუში არის ძალიან სასარგებლო. კი. სპეციალურად არ დავჭერი ნუში. რომ როდესაც ჩაკპიჩავ, თლიანი ნუში შეგხვდეს და კარგად ჩაგეჭო. ხო, ჩაიმტრეს. ამას არც გამაფხვიერებელი არ დავუმატეთ. ღუმელი რამხელა ტემპერატურაზე უნდა იყოს? უნდა იყოს 180 გრადუსზე გახურებული. 180 გრადუსი. ხო, გადმოვასხათ მასა ფორმაში, სადაც აუცილებლად გამოსაცხობი ქაღალდიც გვჭირდება, რო არ მიიკრას. და ვაცხობთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით. ქერა ბრაუნი. გვჭირდება ფქვილი 10 სუფრის კოვზი, 3 ცალი კვერცხი, კარაქი 200 გრამი, ყავისფერი შაქარი 100 გრამი და თეთრი შაქარიც 100 გრამი. თეთრი შოკოლადი 300 გრამი და ნუში 150 გრამი. სერვირებისთვის დაგვჭირდება კარამელი და შავი შოკოლადის ნაყინი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვსინჯავთ აპეტაიზერს. შეგვიძლია პირდაპირ ხელითვე გავსინჯოთ, ხო? აი ნამდვილად ფრანგული კომბინაცია. სიტკბო და ყველი. ხრაშუნა და ტკბილი, თხის ყველი. ძალიან საინტერესო კომბინაციაა. კი, კარგი აპეტაიზერია, ნამდვილად და სწრაფი. მოდი ხა ძირითადი კერძი. ცოტა გავჭრათ ხორციც, ხო? პროსტორეთ თევზი. და ეს როზმარინში და ის რო შეიწვა, ხო? კონდარაში. მაინტერესებს რამდენად აიღო თევზმა. მე თვითონ რიზოტოსთან ერთად გავსინჯავ და ბეშამელი. აუ, ძალიან გემრიელია, რიზოტო არის იდეალურად მომზადებული და ბეშამელი და ისპანახი ორაგულს ძალიან უხდება. რა მიყვარს ის ბრინჯს რო ჭამდა ღვინის და ყველის გემორვა. ძალიან გემრიელი. გვჭირდება 200 გრამიანი ორაგულის სტეიკი, ზეთი 30 მილილიტრი, კარაქი 20 გრამი, როზმარინი, ქონდარა და მარილი გემოვნებით. ვამზადებთ რიზოტოს. რიზოტოს ბრინჯი 300 გრამი, პარმეზანი 200 გრამი, თეთრი მშრალი ღვინო 150 მილილიტრი, ბოსტნეულის ბულიონი 350 მილილიტრი, თეთრი ხახვი 1 თავი, ნიორის 3 კბილი და 110 გრამი კარაქი. ბეშამელის соусისთვის გვჭირდება ისპანახი, 300 გრამი კარაქი, 50 გრამი ფქვილი 1 სუფრის კოვზი, ნაღები 150 მილილიტრი, ბოსტნეულის ბულიონიც 150 მილილიტრი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. ნახე. ესე გავს ჩვეულებრივ ნამცხვარს, მაგრამ სიამდვილეში არის არაჩვეულებრივი. ბრაუნია, უბრალოდ თეთრი. ხო, ეხლა უნდა გავჭრა. სანამ ცხელია, კიდევ უფრო მოხდება ნაყინი, რომელსაც დავუდებთ. მე მოვასხავ კიდევ კარამელს. ნახე, ლამაზი იქნება. გავსინჯოთ, ხო? სიგებად. ნახე, როგორი არის ესეთი დამჯდარი, როგორც უნდა იყოს, ცოტა ნაყინი. წამოვიდა.
მე მგონი ეს ნამსხვარი ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც ბრაუნია. ძალიან მე გემრიელია. ამის იმედი მაქვს. ძალიან გემრიელია. მართლა განსაკუთრებული და ლამაზი და გემრიელი მენიუ გქონდა დღეს. კი. მე კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ძალიან ბევრია და ყველაფერი ძალიან გემრიელია. კაია. მე დღეისათვის გავაკეთებ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, არა ჩვენთვის, მე მგონი ყველასთვის ცნობილ ცეზარს, სალათი ცეზარი. ბავშვობიდანვე მიყვარდა, მომწონდა ეს პროფესია, უბრალოდ მომწონდა, მაგრამ არ მიყვარდა. და შემიყვარდა უფრო აი თვითონ სამზარეულოში რომ შემოვედი, მეც გამემართლა იმით, რომ ძალიან კაი ხალხთან მომეწია მუშაობა და აქედან გამომდინარე, მათმა ამიხსნეს, დამილაგეს ყველაფერი და შემაყვარეს ეს პროფესია და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიით, მიყვარს. ანუ ჩემი პროფესია, ჩემი ცხოვრების ნაწილიც გახდა ესე შეიძლება ითქვას. მე ბევრ შებზარეულთანაც მიმუშავია, მექსიკურშიც მუშაობდი სპეციალურად მექსიკიდან ჩამოყალიბ შებზარეულთან, პედროსთან, ბატონ მანუელთანაც არაერთხელ ერთ სამზარეულოში გვიმუშავია. დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან კმაყოფილი ვარ. შებზარეული ვერ იქნები ისეთი, აი შებზარეული თუ არა ყავს შესაბამისი გუნდი. მე ამაყობ ჩემი გუნდით, შეკრული გუნდი ვარ და მიუხედავად რამდენი შეკვეთაც არ უნდა იყოს, ყოველთვის დალაგებულათა ვართ, ერთიანათა ვართ, სამზარეულოში ყველა თანაბრათა ვართ, გარეთ რო გავთ ყველა ხალისობთ, ძველებად ვართ, მაგრამ სამზარეულო პირველ რიგში შეკვეთები არის ჩვენთვის. არასოდეს არ მქონია ის, რომ აღარ შემიძლია დავიღალე. ჩემი მეორე სახლია, ჩემი სამზარეულო, იმიტომ რომ თითქმის სახლზე მე დიდ დროს აქვატებ სამზარეულოში და სამზარეულოთი ვარსებობს. სამზარეულოში გავიზარდე ეგრე შემიძლია ვთქვა და ამით ვამაყობ. ცეზარი არსებობს მრავალნაირი, მაგრამ განსხვავება ყოველთვის მის საქმაში. ეს ჩვენი სპეციალური რეცეპტით არის დამზადებული. გემოვნებაზე ნებისმიერ შევედავები და რეცეპტს არ გავცემ. ხშირად ამბობენ ხოლმე თვალის ჭამს და თვალის სვავს. ასე რომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც გემოს, ისე ვიზუალურ მხარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, ჩვენ ქართულ სამზარეულოს, ჩვენ ქართულ კერძებს აკლია უფრო პოპულარიზაცია. სოფლიო კერძებთან შედარებით სოფლიო კერძები ძალიან გათქმულია. აი ქართულები მიუხედავად იმისა, რომ როცა დააგემოვნებ, მისი გემოს დავიწყება ძალიან ძნელია. აი ეს გვაკლია, რომ გავიდეს სოფლიო მასშტაბით და გაიცნოს ყველამ ქართული ნამდვილი კერძები. ეს არის ჩვენი სალათ ცეზარი. სალათ ცეზარი ძალიან ადვილი და გემრიელი მოსამზადებელია. ამას ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მომზადოს სახლშიც. უბრალოდ ჩვენ სალათსა და ნებისმიერ გაკეთებული ცეზარის შორის განსხვავება ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სპეციფიური, განსხვავებული საკმაზი. ამ ეტაპისთვის მე ხა უფრო დამაინტერესდა პურების ცხობა მრავალფეროვნებამ და მინდა რომ უფრო განვითარდე და შევითვისო უფრო ძვირფესვიანად.